ჩვენ გქონდა მცდელობა რომ მეორე მხარესაც მჯდარიყო პოლიტიკოსი საკმაოდ გაგვიძნელდა. ჩემთან ვერ იცავს ის კაცი და ის პარტია იმ პოზიციას და იმალება. შეუძლებელია მან ბიძინა ივანიშვილს ძლიოს. ქართულ ოცნებაში შეიძლება ხვალ და ზე ხალხის ხოცვა დაიწოს. 2028 წელს აღარ გექნებათ უფლება პარლამენტის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ბელორუსია იქნება უკვე. წამყვანი პოლიტიკური ფიგურები არიან ციხეში. შეფასებაში გეთახმებით წინასა რა. ეხლა რა ვაკეთოთ ამაზე ალაპარაკეთ. მე ამ ნაწილში მე ვერ ვნახე არჩევნებში შესვლის მომხრე ვერ ვნახე. სახელი და გვარი არ არის, აი მე ბრძოლ ნაწილში. თუ არ შევდივართ ამ თამაში, რა არის გეგმა? შეიძლება ივანიშვილს საერთაშორისო თვალსაზრისით მისცეს ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა. ქართულ ოცნებას ძალიან მოსწონს, რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა. რომელი იქნება ბიძინას უფრო მაგარი ოპოზიცია. არ არის ეს ახლა უტრირებას აკეთებ. ოპოზიციაში ჩემი აზრით გამოიწვია ყველაზე ცუდი სცენარი. ფაქტია რომ 28 ნოემბერს მართლა სისხლიანი დღეები მოგვიწყეს, ეს არის ფაქტი. აი უფლისნებით არ მოკვდა რუსთაველის გამზირზე არავინ ამ დარბევების დროს. ამისთვის არა აქვს რომ შემდგომში უკანა კარიდან პარტიები შევიდნენ. ამაშია პრობლემა. ღმერთმა გისმინოთ, მე მხოლოდ გამიხარდება თუ მართალი იქნები. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ანა ყაულაშვილი და ძალიან მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა მოგიყვეთ ჩვენი პროექტის შესახებ. ეს არის დებატები, რომელსაც დავარქვით კამათობა და დღეიდან ყოველ ორშაბათს 23 საათზე YouTube პლატფორმაზე გავახოლმე მის მინეს ეთერში. ამიტომ აუცილებლად დაგვაფოლოვეთ YouTube-ზე, გამოგვიწერეთ, ასევე დაგვაფოლოვეთ Facebook-ზე და Instagram-ზე. ჩვენთვის ამ პროექტის შექმნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანები, პოლიტიკურად აქტიური პირები, მათ შორის ახალი სახეები მოვიდოდნენ, დააფიქსირებდნენ თავის აზრს და შეძლებდნენ ოპონენტის პირისპირ ამ აზრის გამტკიცებას და მათ შორის საზოგადოების დარწმუნებას თავისი აზრის სისწორეში. რა თქმა უნდა, დებატები დღესდღეობით საკმაოდ გვაკლია ქართულ სივრცეში. აქვე ვიტყვი რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვისაც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამიტომ გგონია რომ ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს ამ პროექტიდან და თუ თქვენც ფიქრობთ რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება თქვენც იყოთ, როგორც უკვე გითხარით, აუცილებლად გამოვყავით და გვიყურეთ ყოველ ორშაბათს 23 საათზე. დღევანდელი თემა, როგორც შემდეგი თემებიც, აუცილებლად გვინდოდა რომ ყოფილიყო აქტუალური. დღესდღეობით კი ჩვენი აზრით ყველაზე მთავარი და აქტუალური თემა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ფარგლებშიც გადავწყვიტეთ მოგვეწვია ბატონი ლევან სანიკიძე და პაატა ზაქარაიშვილი. ლევან, რომ გაგვეცნოთ და მოგვიყვეთ ძალიან მოკლედ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ლევან სანიკიძე, წარმოვადგენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია პირადადაც და ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციასაც, რომ ეს არჩევნები არ არის არჩევნები საერთოდ. ეს არის დაგეგმილი მორიგი ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ არც ერთმა მსხვილმა თუ წვრილმა ოპოზიციურმა ძალამ არ უნდა მიიღოს ამ ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. ანუ ჩვენი პოზიცია არის ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტების პოზიცია. მადლობა ბატონო პაატა, თქვენგანაც. მოგესალმებით, მიოსალმე ბატონ ლევან, ჩემი პატივია ამ დებატებში მონაწილეობა. მე არ წარმოვიდგენ არან პარტიას, წარმოვიდგენ მხოლოდ ჩემ თავს. არავინ არის ბმები არ ამაკარან პოლიტიკურ ძალასთან, როგორც მოქალაქეს მიმაჩნია რომ არ შეიძლება ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორც ეს არის საქართველოში, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელი და გაუშვეს ესეთი უნიკალური ინსტრუმენტი, როგორც არის არჩევნები. ეს არჩევნები არ არის არც ეგრეთ წოდებული, არც სპეცოპერაცია, ეს კონსტიტუციით დადგენილია. როცა ჩვენ ხელისუფლებას მოუწოდებთ კონსტიტუციის შესრულებას, ჩვენც უნდა პირველ რიგში უნდა ვიყოთ მაგალითი ამისი. არასწორად ვიწყებთ მართალ საქმეს, როცა არასწორად ვამბობთ რომ ეს არის სპეცოპერაცია, ეს არის კონსტიტუციით დადგენილი არჩევნები. ამას ვერაფერს ვერ უზავდა ქართული ოცნება, ვერ გადააგდებდა ფანჯარაში, ვერ გადაადებდა, ვერ გადმოდებდა, უნდა ჩაეტარებინა. რო გაეუქმებინა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა საქართველოში, უცებ რა ხმა ურეთქდებოდა სხვა ფორმით, ამიტომ ჩვენ უნდა შევიდეთ ამ არჩევნებში, როგორც შევდიოდით ყოველთვის და უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. არგუმენტაციისთვის საკმაოდ დიდი დრო გვექნება, ამიტომ მგონია რომ ამ საინტერესო პოზიციების გამო საკმაოდ საინტერესო დებატი გვექნება. მე მინდა ერთი რაღაც აღვნიშნო, თქვენ ერთ-ერთ ეთერში ამბობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დებატებზე მოვიდნენ პოლიტიკოსები, მით უმეტეს ამ საკითხის დებატზე. ჩვენ გვქონდა მცდელობა რომ მეორე მხარესაც მჯდარიყო პოლიტიკოსი და რომელიმე პარტიის
წარმომადგენელი, რომელიც ეთანხმება არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა საკმაოდ გაგვიძნელდა ვინმეს დათანხმება. ამიტომ ორმაგად უფრო დიდი მადლობა თქვენ და ზოგადად დიდი მადლობა, რომ გარისკეთ, ესე ვთქვათ და ჩვენს პირველ გადაცემაში გადაწყვეტეთ, რომ სტუმრის ამპლუაში გწვევდით. დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს უნივერსიტეტს, ჩვენს გენერალურ სპონსორს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ამ იდეისთვის ხორცი შეგვესხა და დღეს გაგვემართა დებატები. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. მოკლედ მოგიყვებით თამაშის წესებს, დებატების სტრუქტურას. ჩვენმა მოთამაშეებმა უკვე იციან 24 საათით ადრე გაიცნენ თემასაც და ასევე დებატების წესებსაც, თუმცა მე თქვენთვის ვიტყვი, რომ მოთამაშეებს აქვთ 5-5 წუთი თავიანთი პოზიციის არგუმენტებით გასამყარებლად. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი საერთო სადისკუსიო დრო, სადაც უმეტესად ისა მოდებატები საუბრობენ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში ჩავერთვები მე. შემდეგი ეტაპი არის 10 წუთიანი აუდიტორიის კითხვები, თუმცა ამ ეტაპზე რადგან ეს არის პირველი დებატი, არ გვაქვს აუდიტორიის კითხვები და მე შევეცდები, რომ მოვიფიქრო თამაშის განმავლობაში საინტერესო კითხვები, რომელიც უშუალოდ პროცესის დროს დამებადება. ბოლოს გვექნება 2 წუთიანი დასკვნა და ამით შევაფასებთ ყველაფერს. ასევე საინტერესო ფაქტორი არის ის, რომ 20 წუთიანი საერთო დისკუსიის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუ მაგალითად რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტთ, რომ ოპონენტის მხრიდან წამოვიდა რომელიმე ისეთი ფაქტი, ან ფაქტის დამახინჯება, ან რაიმე, რაც თქვენთვის გონიათ, რომ არის გადასამოწმებელი, გვექნება ამის შესაძლებლობა, რომ 20 წუთიანი სადისკუსიო დროის შემდეგ ეს გადამოწმება განმახორციელოთ. მე მგონი სულ ეს არის. ერთ-ერთი მთავარი წესი არის, უფრო სწორად, ყველაზე მთავარი წესი არის ის, რომ თამაში იწყებს ის ადამიანი, რომელსაც ამოვა უფრო მაღალი რიცხვი კამათელზე, ამიტომაც ქვია ჩვენ თამაშს დებატს კამათობა, გარდა იმისა, რომ კამათი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი დებატისა, ამიტომ შეგიძლიათ გააგოროთ კამათლები და გადავწყვეტოთ, ვინ დაიწყებს თამაშს. 4 და 3. ბატონო პატა დაიწყებს თამაშს, სანამ თამაშს დავიწყებთ, მე ძალიან მოკლედ მაყურებლებისთვის ვიტყვი იმას, რომ 2000 მადლობა, 2024 წელს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც მე-6 თვეა უკვე პროტესტი მიმდინარეობს ქუჩაში, ასევე ბოიკოტის რეჟიმში არიან პოლიტიკოსები, გვყავს ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი. ამ პირობებში ქართული ოცნება აპირებს 2025 წელს 4 ოქტომბერს ჩანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაზეც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ არ აქვთ ერთნაირი პოზიცია, ზოგი აპირებს რომ შევიდეს, ზოგი არ შედის, ზოგი ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, ეს კონტექსტი და ამ მოცემულობით ხსნით დღევანდელ პირველ დებატს. ბატონო პაატა გისმენთ. დიდი მადლობა, პატევი ესევდა ისე თქვენს პირველ ასემაში, პირველ ესეთ კონტენს, ნამდვილად ეს ჩემთვის სასიამოვნო გაასაზრებელია. უსურვებ თქვენს პროგრამას საერთოდ წარმატებებს და ჩვენს სამშობლოს. საქართველოს არის ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე და ეგზისტენციალური გამოწვევა არის ევროპაში მივდივართ, დგებით ხელახლა ევროპის გზაზე თუ რჩებით რუსეთში. ჩვენ პრაქტიკულად რუსეთიდან ჯერ ვერ გამოვედით ბოლომდე, ვიხარშებით რუსულ ორბიტაზე, და თუ ევროპაში არ მივდივართ, ჩვენ რჩებით და შესაბამისად უფრო მეტად ვეფლობით რუსულ კონტექსტში. ამიტომ საჭიროა ნებისმიერი მშვიდობიანი გზით, ხალხს უსვამს მშვიდობიანი გზით ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება, რათა ქართული ოცნება მაქსიმალურად შევარყიოთ და მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ის არ მართავდეს ქვეყანას, ჩამოშალოთ ქართული ოცნების რეჟიმი. ამ კონტექსტში უამრავი სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის აქციები, რაც ტარდება ყოველდღე თბილისში და ახტაცებული ვარ იმ ახალგაზრდებით და არა მარტო ახალგაზრდებით, ვინც ყოველ დღე პოულობს დროს, რომ წამოვიდეს ოჯახი და სამსახურის პრობლემები გვერდზე გადადოს და მიხედოს თავის სახელმწიფოს ინტერესებს. 900,000 კაცმა მისახმა არჩევნებს საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას. 900,000 კაცმა. და ესე იგი 900,000 კაცი რესურსია, რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი სიტუაცії და ცვლილებები უნდათ. აშკარად ის არ მისცემენ მოთხ პარტიას, ვინც გავიდა, ვინც გადალახავთ 5% მიიღო მათ საბოლოო ჯამში ეს მომენტია. თუმცა სამწუხაროდ ალბათ ახლა შეიძლება საკამათო თემას შესამწუხებლად არ ამზადავარ ნებისმიერი მივიღო პასუხი და აღართ 1000 კაცი გამოდის რეგულარულად თბილისზე. ნუ სხვადასხვა მორიგეობით, მაგრამ ეს 1000 კაცი რო იყოს 100,000 კაცი, ხო არის 1000 კაცი ყავს ცოცხალი ახალგაზრდა, ვინც ყველაფერს გვერდედებს და გამოდის უსაბელზე, რა. აი თუ არსებობს 1000 კაცი, რატო არ შეიძლება არსებობდეს 100,000 კაცი? ნუ აბსოლუტურად შესაძლებელია. 900,000 კაცი და არ გამოდის 100,000 კაცი. გამოდის 1000 კაცი პირობითად, ისე 1000 კაცი ხალხს ძალიან პირობითად. მზადავარ ნებისმიერ შენიშვნისთვის. აი ამ ფონზე ჩვენ გქონდა მცდელობა ჩაგვეტარებინა საყოველთაო გაფიცვა.
მშვიდობიანი ფორმაა და ძალმშულოვანია. ჩვენ ქონდა მცდელობა ჩაგვეტარებინა საყოველთაო დაუმორჩილებლობა. არ მუშაობს დაუმორჩილებლობა. ამ ფონზე რაღაც საჭიროა ის ინსტრუმენტების აღება, რომელიც შეიძლება ხელში აღმოჩნდეს ჩვენთან. და უცებ კონსტიტუციაში გდია, მართლაც ეს გდია, იმიტომ რომ ყველა უყურებთ ეს ზერელეთ, ადგილობრივი არჩევნები. სადაც შეიძლება როგორც ინსტრუმენტი, აი ამ გზაზე, ქართულოცნების წინააღმდეგ, ქართულოცნების ჩამოშლის გზაზე ეს ინსტრუმენტიც გამოვიყენოთ, რათა შევამოწმოთ ჩვენი თავი, როგორ მივდივართ, საით მივდივართ, ვინა ვართ, რას წარმოვადგეთ, ყავს 900,000 კაცი, თუ მეტი, თუ ნაკლები. ანუ გვაქვს უნიკალური შანსი პირველში შევავწოთ ჩვენი თავი. მეორე, ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის საპარლამენტო არჩევნები, სულ სხვა არჩევნებია. ჩვენ ორი ხელი გვაქვს, მარცხენა და მარჯვენა, მაგრამ ორი ხელი კი გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. ანუ ერთი ხელი არის მარჯვენა, მეორე ხელი მარცხენა. საპარლამენტო არჩევნები არ არის ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები არ არის საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნები არის პოლიტიკური და ადგილობრივი არჩევნები არის ადგილზე გასაწყვეტი. არასდროს ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკურ გაწყვეტილებას არ გებულობენ. მაგრამ ადგილობრივი არჩევნები ჩვენ აღწევ რაღაც ნაბიჯს გავწინ. საბოლოო შედეგი აბსოლუტურად წინასწარ ვაცხადებ. დადგება მხოლოდ როცა ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი, როცა 5 წუთი ხომ არა? ხო, ვადამდელი არჩევნები იქნება, ახალი არჩევნები იქნება, მორიგი არჩევნები იქნება 28 წელს. ნებისმიერ შემთხვევაში არსებითი პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში დადგება არ მარტო ჩვენ მთელ სოფლიოში, როცა ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები შეგვიძლია ჩვენ წინ წავწიოთ სიტუაცია, ან ვნახოთ წინ წავწიეთ თუ ვერ წავწიეთ და თუ ვერ წავწიეთ, რატომ ვერ წავწიეთ. ამიტომ ამ ფონზე ამ ინსტრუმენტის ხელიდან გაშვება ყოველ დაუშვებელია და მიმაჩნია რომ საჭიროა საზოგადოებას აუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯებს ასე მოვიდა სააკაშვილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მაშინ ერთად ვიყავით ჩვენ ერთად შევედით საკრებულოში მე არ ვიყავ ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავ რესპუბლიკურ პარტიის წევრი მაგრამ მაშინ ერთ კოალიციაში ვიყავით სააკაშვილი იყო პარლამენტის აქვია სპიკერის თავმჯდომარე და მე გავხდი საკრებულოს წევრი ანუ საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მერიც კი არ იყო ქალაქის. მიუხედავად ამისა, ეს იყო ტრამპლინი, უნიკალური ტრამპლინი და არავის არ გვიფიქრია რომ გავიმარჯვოთ, არა. მე დიდი გამარჯვება მე იყო. საპარლამენტო არჩევნებში გაყალბდა და უამრავი რაღაცები იყო. რო წავსულიყავით საპარლამენტო არჩევნებზე, აზგი გაყალბდებოდა და შევარნაძე ისე შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. წავედით არჩევნებზე საპარლამენტოზე, ტრამპლინი იყო უნიკალური, გამოიყენა სააკაშვილმა ქალაქის კონტექსტი, ბრწყინვალედ და მოახერხეთ ის, რომ მოხდა ფანტასტიკური გამარჯვება აი ამ ადრე საშინელ გაყალბებულ არჩევნების ფონზე. 19 წელს კატასტროფულად გაყალბდა არჩევნები. ამიტომ მიმაჩნია, რომ წვადრულდაბჭა ხო? მე მიმაჩნია, რომ საჭიროა საშუალება არ მივცეთ ქართულოცნებას გაყალბების გარეშე შვიდ და წყნარად თავისი სატელიტი პარტიები თუ არის ხალხის ზალა ასე შემდეგ უამრავი პარტიებია ხო ბავშვთა ბოლო წინადადება რომ არ მივცეთ მათ საშუალება გაყალბების გარეშე შეიძინონ ახალი ლეგიტიმაცია და სოფლიო საჩვენო ყველაფერი წესრიგში არ გამიყალბებიან და ამიტომ ხელი ჩამომართვით თუ შეიძლება არავარმე აზერბაიჯანზე უარესი გასაგებია თქვენი პოზიცია გადავიდეთ ლევანთან ლევან თქვენც გექნებათ 5 წუთი შეგიძლიათ დაიწყოთ პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და მიხარია რომ მონაწილეობ ამ არაჩვეულებრივ ფორმატში რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ დიდი ხნის განმავლობაში ექნება განგრძობითი ხასიათი რაც შეეხება თავად ჩემს პოზიციას მე მიმაჩნია რომ მაინც დავრჩები მიუხედავად თქვენი განწყობისა რომ ეს გაცდა კონსტიტუციის საკითხს იმიტომ რომ მე მგონია რომ მე თვითონ ვარ საჯარო სამართლის სპეციალისტი და ის კონსტიტუცია რომელიც საქართველოში მოქმედებს 2017 წელს შევიდა ბოლო ცვლილებები ამ კონსტიტუციის პრეამბულას დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის დარღვეულია რომ ხელისუფლება ეკუთვნის ქართულ ხალხს და ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და ბოლო მუხლი 78 მუხლი ყოველდღიურად კი არა ყოველ საათობრივად ირღვევა. აქედან გამომდინარე მე მაქვს ის მოსაზრება რომ ხელისუფლება არ შეიძლება აი ამ დრამატული სხვაობა ეს იყოს რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს ხელისუფლება არის აპრიორი მიტაცებული და 26 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება არის მომხდარი და მართავს ის ხალხი რომელიც არ უნდა მართავდეს. ანუ მე მაგალითად წესით აქ ეს დისკუსია საერთოდ არ უნდა შემდგარიყო და მე უნდა ვიყო იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც ეხლა უნდა ქმნიდეს და უნდა წარმოადგენდეს მართლ კოალიციას რა ხანი შედეგი არ დადგა შეუძლებელია თავი მოვიჩვენოთ რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. ანუ 26 ოქტომბერი არის ამ ქვეყანაში მე მიმაჩნია რომ დრამატული თარიღია იმ თვალსაზრისით რომ რა თქმა უნდა წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის აი ამ განგრძობად პერიოდში არჩევნების იდეა ამ ქვეყანაში ყოველთვის დაზიანებული ან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ გონია შეიძლება ეს
განსაკუთრებით ბოლო წლებში მგონია რომ ეს არის ყველაზე დრამატული მომენტი, როდესაც აი ესეთი ბარიერი გაჩნდა თვითონ არჩევნების იდეასთან დაკავშირებით. 26 ოქტომბრამდე მაგალითად მე როდესაც კამპანიას ვატარებდი რეგიონში ჩავდიოდი თბილისში გავდიოდი, ჩემი პირველად მიზანი იყო რომ დამერწმუნებინა ადამიანი, რომ ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მიეცა ხმა და მეორადი იყო, როდესაც ვეუბნებოდი რომ მაინც ამ სისტემაში უფრო მარტივი არის ხმების დაცვა ასე შემდეგ. და ეხლა პირველი არის ის რომ საერთოდ არჩევნებს აქვს თუ არა აზრი. რაც შეეხება 26 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით 28 ნოემბერს. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სამი არსებითი პირობის გარეშე, რაც არის პირველი, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თვითმმართველობის არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. მეორე, პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე და ეს რაოდენობა არის მზარდი და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წამყვანი პოლიტიკური ფიგურები არიან ციხეში, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურად წარმართავდნენ კამპანიას, სულ რომ ვიღებდეთ მონაწილეობას, ის ხალხი ციხეში არიან და მესამე არის, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო უარესი საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს, ანუ ფიზიკურად ID ბარათზე დახედვის უფლებაც აღარ აქვს უკვე საარჩევნო უბანთან. მე ესე მიმაჩნდა, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ერთიანობის მომხრე ვიყავით 26 ოქტომბრამდეც და მაშინაც ვთვლიდით, რომ არც საარჩევნო ნომრების 5-ის, 4-ის, 9-ის, 25-ის დრო არ იყო და ჯობდა კონსოლიდირებულად გავსულიყავით და კონსოლიდირებულ ბოროტებას დაპირისპირებოდა კოალიცია, მაგრამ ეს მაშინ უმრავლესობამ კი არავინ არ აგიბა ხმარი და პირიქით სისუსტედ ჩაგვითვალეს და მიმაჩნია რომ ეხლაც ჩვენ ესეთი გადაწყვეტილება უნდა მიგვეყო. ან ერთად უნდა გავსულიყავით, ან ერთად არ უნდა გავსულიყავით. ჩვენ მიგვაჩნდა ძალიან სამწუხარო მიუხედავად იმისა რომ პატივს გცემთ და თქვენ ხართ წარმოდგენილი სამწუხაროა რომ ზოგადად ის პარტიები რომლებიც ან მონაწილეობას იღებენ ან აპირებენ მონაწილეობას და ორჭოფობენ ასე დებატებში არ მონაწილეობენ ჩვენთან. და ლელოს პოზიცია მე არ მისმის ყველაზე დიდი გაუგებრობა სწორედ მათ შემოიტანეს ამ დისკურსში, იმიტომ რომ მანამდე ისინიც იყვნენ ამ ჭკუაზე, რომ ამ არჩევნებში გასვლას არავითარი მონაწილეობა, არავითარი რაღაცა ფასეული არიდო და ჩვენ არგუმენტაციას იზიარებდნენ და უცებ მოხდა პოზიციის ცვლილება, რამაც ოპოზიციაში ჩემი აზრით გამოიწვია ყველაზე ცუდი სცენარი, რომ ამ წუთას ორი მსხვილი კოალიცია არ შედის, ორი მსხვილი კოალიცია სავარაუდოდ შედის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შორის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით ხელებს ვერავის ვერ გადაუგრეხთ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით, რომ ლელომაც ვერ მიიღოს მონაწილეობა, რაც ჩვენი აზრით გულისხმობს იმასაც, რომ გახარიასაც გაუჭირდება მარტო შესვლა. რაც შეეხება სატელიტურ ოპოზიციას, ამ წუთის მდგომარეობით რა ფორმაციაც არის. ამ ფორმაციაში ჯობია იყოს და შექმნას ირაკლი ღარიბაშვილის რაღაც პარტია, სოზარ სუბარის, ვიდრე მე ავიღო ეს როლი. მე თვითონ გავხდე სოზარ სუბარი, იმიტომ რომ გონია რომ ეხლა გადაწყვეტილება აქვს პარტიას მისაღები. ან ხდებიან სისტემური ოპოზიცია, ან არიან მორალურად გამართლებული, იმიტომ რომ არსებითი სხვაობა არის, რომ მე ამ პროტესტის წარმატების ისევ მჯერა და მგონია რომ ამ არჩევნებში გასვლა იმის მაგერად რომ ამას უწყობდეს ხელს, პირიქით უშლის ხელს. და აი ის საერთო ბოლო წინადადების სახით ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ზრდის კრიზისის ტემპერატურას, აუარესებს მდგომარეობას, ჩვენ იმის მაგერად რომ გავზარდოთ ეს კრიზისი და კრიზისის გაზრდის საშუალებად მე ბოიკოტი მიმაჩნია, პირიქით მივყვებით რაღაც თამაში, რომელმაც შეიძლება ივანიშვილს საერთაშორისო თვალსაზრისით მისცეს ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო გამხსნელი სიტყვები იყო, ესე ვიტყოდი, ჩვენ სანამ გადავალთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, ჩემი აზრით, ამ თამაში, სადაც შეგეძლებათ პირისპირი საუბროთ დროის უბრალოდ ერთი რეგლამენტის შიგნით, რომ 20 წუთი გვაქვს დრო და ალბათ ბუნებრივად განაწილდება თქვენი სალაპარაკო დროები. მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ თქვენთვის შესაძლებლობა არის, რომ არჩევნებში მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მან, თქვენთვის პირიქით ბოიკოტი არის ის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ყველაზე დაპირისპირებული პოზიციებია და ორი უკიდურესი პოლუსი, ამიტომ მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს მონაკვეთი, რაც ახლა დავიწყებთ. შეგვიძლია პრინციპში უკვე დავიწყოთ, რომელი დაიწყებთ თქვენი გადასაწყვეტია.
რა ვინაიდან მე არა ვარ ასეთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მე ესეთი განსაკუთრებული ზაფრი კითხვები არ გამაჩნია ოპონენტთან, იმიტომ რომ ჩემს თავარია ჩემი პოზიცია გამოვხატო როგორც ამორჩევლის. მე ამორჩევლის სახელიდან ლაპარაკობ და მართლა გეთახმებით რომ ჯობდა ჩემს ადგილზე ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც თავის ამორჩეველს ელაპარაკება. მე არც ამორჩეველს არ ჩემს ამორჩეველს არ ველაპარაკებ. თქვენი პოზიცია მნიშვნელოვნად ემთხვევა ზუსტად იმ ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს. იმ პასუხისმგებლობას ვერ დაგაკისრებთ, რაც ახლა მაგალითად მათ ექნებოდათ დებატებში, მაგრამ პოზიცია იდენტური თუ არა ძალიან მსგავსია. არ ვიცი, მე როგორც კი დასრულდა, ქვია, მაგალითად როგორც კი დასრულდა 20 წლის საპარლამენტო არჩევნები, მეორე დღესვე ერთ ცნობილ ტელევიზიაში ვიყავი და თქვი რომ აუცილებლად უნდა შევიდე მეთქი პარლამენტის პარტიები პარლამენტში და მაშინ გამოიწვია ფურორი, მაგრამ მე ყველა შევიდა. ანუ როგორც კი დასრულდა 24 წლის არჩევნები საპარლამენტო, მეორე დღეს ვთქვი რომ ეხლა უნდა მოვეზადოთ ადგილობრივი არჩევნებისათვის მეთქი. იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროა და ანუ არასდროს არ მაინტერესებს მე ვირას ფიქრობს. ჩემს მნიშვნელოვანია მე ვიყო ჩემ თავთან მართალი და საზოგადოებაში მართლადი. მე მესმის, მაგრამ აქ მე მგონია რომ სიმწვავეში არის სხვაობა. 2020 წლის მდგომარეობა და ქართული ოცნების ფორმაციაც სხვა იყო. ოპოზიციაც სხვა იყო და 2021 წლის არჩევნებიც სხვა რაღაცა კონტექსტში ტარდებოდა ახლა ვიდრე დღევანდელი ქართული ოცნება, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით აშენებს დიქტატურას. ეს სხვა რას ნიშნავს, არ ვიცი, იმიტომ რომ თქვენი შეფასებაა, თქვენი მოსაზრება, თქვენ გაქვთ უფლება, როგორც მე მაქვს უფლება გქონდეს ჩემი მოსაზრება. მე ნამდვილად ახტაცებული ვარ ჩვენი ახალგაზრდობით და ძალიან სასიამოვნოა მართლა თქვენთან ურთიერთობა, ნამდვილად იპატიოს ვცემთ და სულ ახალგაზრდებში ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ახალგაზრდები მოდიხართ. მაგრამ 30 წელია ვაკურდები აი ამ პროცესს. 30 წელი მონაწილეობ. 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობდი კომუნისტების დროს, უცა გამსახურდიამ გაიმარჯვა გოლმაგერ და მე და ჟვანია კენჭულყრედით რუსთავში. რის თქმა უნდა რომ არ გამომიტოვებია არც ერთი არჩევნები. ან მონაწილეობდი ან პასიურად ვიყავ, ან აქტიურად მონაწილეობდი, როგორც წესი მაჟორიტარულ სისტემაში მონაწილეობდი ყოველთვის და როგორც წესი ვაგებდი, იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტია არ იყო პოპულარული და მაგრამ ჩვენ მაინც განაგრძობდით ჩვენ ბრძოლას ალიანსებში ვიყავით, ნაციონალურ მოძრაობასთანაც, ქართულ ოცნებასთანაც, ყოველ სადაც შეიძლებოდა რომ ჩვენი გაგვეყანა ჩვენი მოსაზრება. მე მის თქმა მინდა რომ არაფერი განსაკუთრებული გაყალბების მიხედვით არ არის. 2008 წელს კიდევ უფრო კატასტროფული გაყალბება იყო. 99 წელს კიდევ უფრო 99 წელს ცით მოხდა შევარდნაძის დროს. 99-ში 99-ში მოხდა, უბნებიდან მოიტანეს უფრო მეტი ხმები, ვიდრე საჭირო იყო. ძელ მეტი ბიულეტენებს კი ჩაყარეს და ცენტრალური საარჩევნო კომისია იმას კი არ ცდილობდა რომ აეწია ხმები. უნდა ეწია 120%-დან, უნდა ჩამოეტანა 95%-მდე. ანუ ყველანაირი გაყალბება გაიარა. ერთადერთი დავასრულებ ფრაზას, ერთადერთი პრობლემა დღეს რაც არის არაფერი საერთო არ გაყალბებას. ეს არის ევროპა, გვინდა თუ არ გვინდა. აი მაშია, ხო, ჩვენ ევროპის გზაზე ვდგავდივართ თუ ეხლა წუწაობთ კონსტიტუციაში როგორ წერია და ასე შემდეგ მზარდი მშობლობა აქვს. ნახეთ, მე ესე უყურებ 2020 წლის და მით უმეტეს უმერე 2021 წლის არჩევნებს წინ რა უძღოდა ძალიან სისტემური გადატვირთვა, რომელიც შალმიშელის შეთანხმების შედეგად მოხდა. ოპოზიცია შევიდა პარლამენტში. სადაც ნაციონალურ მოძრაობამ არ მიიღო მონაწილეობა, საბაბი მისცა მე ქართულოცებას რომ არ ვიცი ხა ნაციონალურ მოძრაობა ბოლოს შევიდა პარლამენტში და შალმიშელის შეთანხმებაზეც მოაწერა ხელი. ნაციონალურმა მოძრაობამ ახლა მაშინ მეორე ტურებში ვნახეთ რა შედეგები იყო. მე დარწმუნებული ვარ რომ ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში გამარჯვება იყო. გეთანხმების სრულებით. ალბათ 1%-იანი სხვაობა ეს მიანიშნებს რომ ყველა სრულებით გეთანხმების ნამდვილად გამარჯვება იყო, მაგრამ ამას წინ უძღოდა არსებითი გადატვირთვა და ქართული ოცნება მაინც არ იყო დღევანდელი ფორმაციის ქართული ოცნება რაც არის. უფრო უარესი იქნება 5 წლის შემდეგ. უფრო უარესი იქნება, მაგრამ აი ეგ არის, ნახეთ, მე სხვაობას ამას ვხედავ. მე თქვენი გამოსვლებისთვის მისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სხვაობა ის არის, რომ მე მგონია, რომ ჩვენ არ გვაქვს 2028 წლამდე დრო და მე მიმაჩნია რომ ბევრად უფრო შემოკლებულ ვადაში ვართ ჩვენი მხარე იძულებული რომ რაღაც არსებით გარღვევას მივახციოთ. ეხლა ქართული ოცნება არც საერთაშორისო იზოლაციაში არ იყო მაშინ მოქცეული. არც მაგნიცკისიაში შეყავდათ მისი შინაგან საქმეთა მინისტრი და მერე ვიცე-პრემიერი. და 28 ნოემბრის შემდეგ რა სისხლიანი კალოც დაატრიალეს რუსთაველის გამზირზე რომ ნაციონალურ მოძრაობა და მოსმენა ცოტა იმის ღიმლის მონგრელია, მაგრამ კაი იყოს. სისხლიანი კალო
ხალხი ამის გამო არ მიდის გაერთიანება და თქვა და სისხლიანი კალოზე ნუ ვილაპარაკებ ჯობია. 28 ნოემბრის შემდეგ თუ მაგალითად 7 ნოემბერს გულისხმობთ 7 ნოემბერს 7 ნოემბერს კი თელ იმას გულისხმობ სისტემას გულისხმობ მართლა არ მინდა გვარები ჩამოტა სისხლში დავანებო თავი რა სისხლში ესენიც მაგრები არიან და თქვენ კიდევ უარესები ხარ ამაზე ხა ამიტომ პრობლემა არის ხა ევროპაზე ველაპარაკობ მიმართულებას თუ გადაუხოთ მაშინ მე შემიძლია ბევრი საკითხი არა თქვენ სისხლიანი კალო და ამიტომ მე შეგახსენეთ თორე 28 ნოემბრის შემდეგ 28 ნოემბერს მართლა სისხლიანი ქები მოგწეს ეს არის ფაქტი ხო გათხოვდი ამ საკითხს ესე ვერ გავული ნახეთ როგორ არის 7 ნოემბერთან დაკავშირებით იყო თუ აი მე როდესაც მანიფესტაციის დარბევაზე გირგულიანი არ ყოფილა 7 ნოემბერს არც გამცემლიძე არ ყოფილა 7 ნოემბერს არც რობაქიძე არ ყოფილა 7 ნოემბერს არც კობა დავითაშვილი არ ყოფილა 7 ნოემბერს ეს იყო სისტემური მართლა არ მაშინ საკითხი უნდა შევცვალოთ და გადავიდეთ მაგრამ თქვენ შემომედავეთ სისხლით თქვენ ახსენეთ მე არ მეხსენებია სისხლით კაცრავად პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამაზე აიღო პასუხისმგებლობა ხელისუფლება გადააბარა და 13 წელია ოპოზიციაშია და ანუ მაშინ ახლა მეც უნდა დავიწყო ახლა არა ხო ამაში მოდი თავარ თემას დავუბრუნდეთ ხო რა თქმა უნდა ჯობია თავარ თემას დავუბრუნდეთ სადა საპასუხოა უცებ უპასუხო ხო მაგრამ მაშინ სხვაობა ის არის რომ შეიძლება მე მიმაჩნია რომ მაგალითად ამ ქვეყნის მტერი არის ვლადიმერ პუტინი და მტერი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის ხო და მე რუსეთია ხო ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი კი ბატონო იყო სააკაშვილია აი ეხლა ნუ მაშინ შევცვალეთ უკვე ანუ არგუმენტი ამიტომ ხო მაგას არა მე პასუხობ ხო მეტი არაფერი არა არგუმენტი ის რომ 28 ნოემბრის შემდეგ 500-ზე მეტ ადამიანს აქვს უმძიმესი ფიზიკური დაზიანება მიყენებული ქალებს სახეში აფურთხეს სექსუალურად შეავიწროს ეს ამაზე პასუხი არ უნდა დადგეს და ამიტომ რამდენიმე პარტიამ უნდა გაიყვანოს საკრებულოს უნდა დადგეს აუცილებლად ისე როგორც გოგოებს შოროწყობას აკრენებს სექსუალურ რუსთაველის კინოთეატრში როცა ალყაში მოარტყეს ამაზე უკვე პასუხისმგებლობა ხო გადადგა ძველი მთავრობა ხო მაგრამ ვიდრე გადადგებოდა მანამდე იმ ხალხმა პასუხი არ აქვს გოგონებს შოროწყობას აკრენებდნენ კი არ უნდა მოკლათო სხვა რამე საუბრებოდნენ ამ სიტუაციაში მაშინ გადავიდეთ უკაცრავად მე არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა სისხლი ნაციონალური მოძრაობა ახსენებს ის სხვა ნაციონალურ მოძრაობაში კონკრეტულად ლევანი იმ დროს საერთოდ არ იყო მაშინ ასე მივუდგეთ მაშინ ანუ უფლება აქვს რომ ამ შემთხვევაში ის გააჩღეროს რა იდეასაც იზიარებს იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე ახლა რა ხდება ცუდი და ის რომ ადრე მაგალითად რაღაც სიტუაცია რაც ხდება თუ გავაჩეროთ მოკლედ გავაჩეროთ ევროპისკენ გზაზე იგივე თვალსაზრისით მაგალითად იგივე თვალსაზრისით რასაც თქვენ ამბობთ და არგუმენტი მოგყავთ რომ ყველა ველი უნდა გამოვიყენოთ. მაშინ პარლამენტში 61 მანდატზე ოპოზიციამ უარი რო თქვა დაუშვა თუ არა შეცდომა. უკვე ამაზე ლაპარაკობ. არა დაუშვა თუ არა შეცდომა. შესაძლოა დაუშვა, უნდა შესულიყო. ის 61 კაცი უნდა შესულიყო კაპიტალურ არჩევნებში. შემდგომში ეს კომისია რომლის მსგავსი შექმნასაც თქვენ თავის დროზე უჭერდით მხარს 2013 წელს ომის შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით. ეხლა რომელი წელია? კი ბატონო, მაგრამ ეხლა რომელი წელია, როდესაც მიხსენებთ 13 წლის შემდეგ 13 წლის შემდეგ იყო, იმიტომ რომ ადამიანებს სისხლის სამართალი 2005 წლის ამბავი გამიხსენეთ ბატონო პაატა, რა დროსაც მე საბავშვო ბაღში დავდივარ. თუ რა შუაში ხარ, მე პარტიას უნდა მეგობრებო, ეს არ გიკამათებ ბატონო ლევან. არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მიღება. ამიტომ ჯობია რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. ეხლა რას ვაკეთებ, თორე მე მგონია რომ ლევანს იმის თქმა უნდა რომ როცა სიტუაცია ასე შეიცვალა რომ გარეთ ხალხს ასისხლიანებენ, რეპრესიები არ დევნიან, ეს რაღაც 2021-ში ხო ამ მდგომარეობამდე არ იყო ქართული ოცნება მისული. არ იყო, იმიტომ რომ ასე არ უჭირდა. ეხლა გაუჭირდა წავიდა. აი, როდესაც საერთაშორისო იზოლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეიძლება ხვალ და ზე. ქართული ოცნება შეიძლება ხვალ და ზე ხალხის ხოცვა დაიწყოს. კი, ხო, მაგრამ ეს არ უნდა 2028 წლამდე დრო, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატები აიღოს რამდენიმე პარტიამ. ამისთვის მე პირადადაც აი რუსთაველის გამზიზე რო დადიან 60,000 ლარის ჯარიმა საერთოდ არ მაქვს ამისთვის. სასამართლოში იმიტომ არჩევს არ აქვს, სამჯერ აიკიდა ჩემაშუნდაც ჯარიმა და ჩემაზე მამკიდა. არ აქვს რომ შემდგომში უკანა კარიდან პარტიები შევიდნენ. ამაშია პრობლემა. აქ თქვენთან ყველაზე ნაკლები ეს მაქვს, რა ქვია, არგუმენტაცია ამის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ თუ კი ესეთი აზრი გაქვს, რომელიც ჩემი აზრით მეინსტრიმული აზრის წინააღმდეგ მიდის და ჩემთან ვერ იცავს ის კაცი და ის პარტია იმ პოზიციას და იმალება, შეუძლებელია მან ბიძინა ივანიშვილს ძლიოს და სისტემური ოპოზიციონერობა თუ ვინმეს უნდა და სოზარ სუგარის ადგილზე თავის წარმოჩენა რომ გადაათენოს და 2028 წელს დაელოდოს როგორ იქნება და ასე შემდეგ. ძალების გაზომვას რაც
შეეხება, ყველაზე მეტი საკრებულოს დეპუტატი ამ წუთის მდგომარეობით ვის ყავს? არ ვიცი. ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება ხო, კი, ძალიან კარგი, და უნდა იმუშაოთ, კარგია მე, ცუდი არ არის. ამიტომ ყველაზე, აი ახლა მე მაგალითად ამ დისკუსიის გახსნამდე, სანამ მოხდებოდა, ჩვენ ორი კვირის განმავლობაში თითოეული რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს შევხვდით. უშუალოდ საკრებულოს წევრებს. ამ ადამიანებისგანაც მაქვს ლეგიტიმაცია, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული თვალსაზრისით ეს უმძიმესი ლოჯისტიკური დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ეს ფინანსურად ადგილზე რაიონული ორგანიზაციების უზრუნველყოფა ძალიან უწყობს ხელს საკრებულოები. ამ ვითარებაში ყველაზე მეტ დარტყმას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ მორალური აქ არის ვის ჯერა ამ პროტესტის, აი ამ მიმდინარეობით სვლა, მათ შორის აი ამ ჭყალებში მე მგონია რომ ეპოქასთან ერთად ქუჩის ოპოზიციონერობა უფრო მარტივი ხდება, ჩემი ღრმა რჩენით, იმიტომ რომ ადრე ხა 95 წელს და 2007 წელს მასობრივი მედიის საშუალებები, რომლებიც ალბათ დაიხურება TV პირველი და ფორმულა როგორც ჩანს, ანუ აქტიური ბიძინა ივანიშვილი ზრდის ტემპერატურას კრიზისის და აქ ჩვენ ერთმანეთში ვდავობთ, რომელი უფრო ჩვენ შეფასებებში არ გიკამათებით რა. ლაპარაკობთ როგორ მოქმედებთ ამ შეფასების გასაჩერებად, ამაზეა ლაპარაკი. რაც უნდა ილაპარაკო ბიზნეს ივანიშვილზე წინასწარ თანახმოვარ. მაგაზე რაც უნდა ელაპარაკო ქართულ სრებაზე წინასწარ თანახმოვარ. რას ვაკეთებთ ამაში ჩვენი გზები იყოფა. თქვენ ამბობთ წავიდეთ მარცხნივ პირდაპირ ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ თუ კი 4 აგვისტოს, როდესაც არის რეგისტრაციის ვადა, წამყვანი იქ თქვენ აღნიშნეთ რომ 900.000 ხმა მიიღო ოპოზიცია, მინიმუმ 900.000 ეს დაომატები, იმიტომ რომ ის არჩევნები გეთახვევთ ნამდვილად. მინიმუმ 900.000 ხმა მიიღო. ხმები არ გაუყალბებია, თავისი დააყარეს, თორე ჩვენი ხალხი ხალხი არ შეუცირებია ჩვენებსაც მნიშვნელოვნად პირადობის მოწმობები წაართვეს და აშინეს ეს მოიღო უნდა ასე წაართვეს დათმეს კი არ წაართვეს დათმეს არჩევნების დღეს არ ყავდა არა წაართვეს კიდეც და ჩვენ მტკიცებულებებიც ჰქონდა წინა საარჩევნოდაც ამის წარმოდგენილი განსაკუთრებით სამეგრელოში აბსოლუტური განუკითხაობა ხდებოდა და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა ამაზე ხო როდესაც აი ამ თემატიკაში შევდივართ რომ აქეთ არის 900 მინიმუმ 900.000 ამორჩეველი ჩვენ გვაქვს მოსაზრება რომ 4 აგვისტოს თუ კი მით უმეტეს აი ეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის არ შემოშვება ტელევიზიების გაგუდვა რაც მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა შეიძლება სასაცილო სცენარი მივიღოთ სასაცილო საშინელ სცენარს მივიღებ არა იმ თვალსაზრისითაც აი ეხლა სასწაული რომ მოხდეს და რომ შეიცვალოს პარტიებმა პოზიცია შეიძლება 4 სექტემბერს გააუქმონ ეს პარტიები და ბიულეტენიდან ამოაშლევინოს. შეიძლება მივიყვანოთ მაგამდე. გავაკეთებინოთ ეს. უნდა გავაკეთებინოთ. ისედაც გააკეთებს და მე გააკეთებ, თუ არ იბრძოლეთ, არ გააკეთებს. თუ ჩავაბართ, თუ ვაჩუქეთ ხელისუფლება. მორალურად ჩაბარება, მე მგონია რომ ჩაბარება პირიქით არის. მე ამას მორალურში ასე ძახეთ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ. არ უნდა მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ გაყალბების გარეშე გაიმარჯვოს. რომ ვერ მიითვისოს. და ამიტომ ხოლმე თბილისში უნდა გახვიდე? არა, რატო ქუთაისში, მე ზაქია, ზუგდიდში, ბათუმში ყველგან არის შანსები. ეგ კიდე სხვა საკითხია. მე დიდი მადლობა რომ ჩემს გამოსვლებს უსმენთ და მე ყოველს 4 ქალაქს ვამბობ. ყოველს ვამბობ, დანარჩენი თქვია. დანარჩენში გავიდეთ, მე პრობლემა არ მაქვს. მე მომხრება, მაგრამ ამ 4-ში აუცილებლად უნდა გავიდეთ. აი ბოლოს როგორც თქვენ არ ხართ აქტიური პოლიტიკოსი და რაღაც საარჩევნო კამპანია არ ჩაგიტარებთ. ბოლოს საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით უბანი როდის ქონიათ ჩაბარებული. ამ არჩევნებზე ხდებოდა ჯოჯოხეთი. 16 წელს მარტო. ხო, ქურდული 16 წელს იყო ამასთან შედარებით 3. გეთახმები არა. შეფასებაში გეთახმები წინასა რა. ეხლა რა ვაკეთოთ ამაზე ალაპარაკი. მე მიმაჩნია რომ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია 4 აგვისტოს წამყვანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ეს არის ჩვენ დღის წესრიგი. ლელოდ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე მე მიმაჩნია რომ მათი ფირფიტა ამოტრიალებულია, იმიტომ რომ მანამდე საკუთარი პარტიის იდენტობის შენებაზე იყვნენ ჩემი ღრმარწმენით და ახლა უკვე ვეღარ ბედავენ 9 ნომრით და მათი ფერით და მათი კანდიდატით გასვლას და ეს პასუხისმგებლობას უფრო საზოგადოებას გადაუნაწილოს, რომელთა დიდი ნაწილიც აი იცით როგორ არის საზოგადოებაში სხვა არსებობს აქტიურ საზოგადოებაში ორი მხარე ერთი არის მებრძოლი სასამართლოზე დადის აჯარიმებენ პოლიტპატიმარი ყავს შვილი ასე შემდეგ ამ ნაწილში მე ვერ ვნახე არჩევნებში შესვლის მომხრე ვერ ვნახე სახელი და გვარი არ არის აი მებრძოლ ნაწილში ყოველდღიურ პროტესტში ვინც არის და არის მეორე ნაწილი უფრო პასიური ნაწილი რომელიც არც რუსთაველზე მოდის არც სასამართლოში მოდის არც იმ პოლიტპატიმრის დედას ეკონომიკა აი ეს არჩევნებზე მოვა ეს ადამიანი ქუჩაში არ გაბოს არჩევნებზე მოვა ეს ადამიანი კი ლევან
გეთანხმებით. არა, გეთანხმები არა. მე არ მინდა რომ შენ დამეთანხმო. მე მინდა რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი აზრის გამოცდილება. აი მე უსმენდი შალო პაპუაშვილს, მან ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი გააზრდა, რომ ოპოზიციის მიზანი არის ამ არჩევნების ჩაშლა, ეს სიტყვა გამოიყენა. ყოველთვის ჯერა პაპუაშვილის? არა, ეს სიტყვა არა ის რომ ჩაშლა, ნახეთ, თქვენი აზრით აღიარებს თუ არა ვინმე დიმიტრი ხუნდაძეს ოპოზიციად დასავლეთში. დასავლეთ სოლარადერებს ეს? აი ამაში არ გეთანხმებით. დასავლეთში. არა, მოდი რაღაცა შევთანხმდეთ, იცი, მე თქვენ არ გეთანხმებით, თქვენ არ მეთანხმებით. პრობლემა არა, ეს ბუნებრივი აბა დებატები, სხვადასხვა ურთიერთ გამოუცხო პოზიციები, ეს ნორმალურია. დიდი მადლობა ასეთი მოწყობის მაგამ. არ დათანხმება არ ნიშნავს რომ ესე არ იქნება, ან ესე იქნება. დასავლეთი, ნახეთ, დასავლეთი ჩადის აზერბაიჯანში ელაპარაკება. რა ხდება აზერბაიჯანში ხო იცით? დასავლეთი ჩადის უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში. აზერბაიჯანს აქვს ვიზალიბერალიზაცია, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში წერია ევროატლანტიკურ გაწევრიანებას. ხო და მაგაზე და აქეთკენ მიიღოს ქართულოცნებას, მართალი ხარ. აზერბაიჯანის ბაქოში ცენტრალურ გამზირზე ხოცავენ ადამიანებს იმის გამო რომ ევროპაში უნდათ შესვლა? არა ხო ხოცავენ ანუ ეს სხვადასხვა სამყაროზე საუბრობთ. ხო და მაგალითად ჩვენ ივანიშვილს ამ სამყაროში მიყავს საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს 2020 აი საკრებულოში რომ ვართ მე თქვენ და ანა სამნი და როსხედან 20 და არ ვიცი რამდენი კაციანი მინიმუმ 21 ქოცი როზის როგორ ვაჩერებ ჩვენ სამნი და რო არ ვზივართ ახდება მაშინ რომ არ ვზივართ მინიმუმ იმ საპროტესტო ელექტორატში აი მაშინ ჩამოვთვლი მინიმუმ იმ საპროტესტო ელექტორატში ოპოზიციას ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მათ შორის 1000 კაცი გამოიწვია არაფერი გამოსდა თუ ჩავიჭერეთ მე რა ხდება არ შეიძლება სახელმწიფო ჩვენი სამშობლო ვაქცინოთ ექსპერიმენტებმა და გამოცდება მე დიდი ეპარება რომ ამ სტუდიას დახურავენ 2028 წლამდე მაგრამ რო გაყავდება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები მოხვალთ და 2029 წელს გამოუგლიჯოთ 2028 წელს აღარ გექნებათ უფლება პარლამენტის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა ბელორუსია იქნება უკვე ბელორუსია რუსეთი ეხლა შენ შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო ბელორუსიაში ვერ გახდება მე ეხლა ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დრო დავიცვათ შეიძლება მე მესმის ლევანის პარტიას წარმოადგენს და მე მაგ პარტიას არ წარმოვადგენ არა მე ზუგს უკან არავის არ უყრევ ანგარიშს ამიტომ მე მესმის ლევანის რომ არ მალაპარაკებს მაგრამ თუ კაი იქნება თუ რაღაცა რეგლამენტი იქნება იმიტომ რომ არა გქია საქმე ის არის რომ რასაც თქვენ ამბობთ გეთანხმებით ჩვენ ვეთანხმდებით მეთოდში თქვენი სცენარით ჩვენ კატასტროფას განვიცდის და 28 წელს პარტია არ იარსებებს რომ ერთადერთი ნაციონალური მოძრაობა იარსებებს მეტი არავინ დანარჩენი ყველა განადგურდება ნაციონალურ რატო იმიტომ რომ ძლიერი გუნდი ყავთ ნამდვილად იმიტომ კი არა იორინით არ ლაპარაკობ იმიტომ რომ ყავთ ბირთვული გუნდი ამიტომ შესაბამისად თქვენ არ გეშინიათ 20 წლიანი პოლიტიკური ზამთრის მაგრამ ყველა პარტია განადგურდება, იმიტომ რომ არ ეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში, არ ეყოლება წარმომადგენლობა საკრებულოებში. ხალხი, მათი ხალხი, ვინც დღეს რეგიონებში არის, თქვენ რო ყავთ ძლიერი ნამდვილად. ეს ხალხი დაიფანტება, გადავლეს ხოლმე შეიძლება ნაციონალურ მოძრაობაში დაბოვიდნენ. ამას ცუდი არაფერი არა. არც კარგი არაფერი, არც ცუდია ეს, რომ როცა ადამიანი სადმე რაიონში არის და პოლიტიკის მეტი არაფერი არ გაუგია რა. სისტემური ოპოზიცია უნდა გავხდეთ? არ არის, რას ეძახის? აპრიორი, უნდა გახდეთ მებრძოლი. ეს ამაში არ გეთახმები რა ბატონელება. მე რატომ უნდა გახდე სისტემური ოპოზიცია? ამიტომ ხალხს არ გამბადახარ, უნდა გახდე მებრძოლი ოპოზიცია. უნდა ბევრად უფრო მძიმე გზა არ არის ბოიკოტი, რომ მებრძოლი ოპოზიციის სტატუსი ქონდეს. მაშინ თუ შეიძლება რაღაცა მომეცით რა სალაპარაკო. მართლა ბოიკოტი არსად არ უმუშავია, როცა არ არის კონსოლიდაცია. ბოიკოტი თუ შეიძლება ვერ ამუშავა? თუ ხო და ზვიადმა გაარღვია ბოიკოტი, რა საბოლოოდ. გია კონგრესი მონაწილეობდა, ხო, ზვიადი იყო სწორედ ბოიკოტის წინააღმდეგი. ჭანტური იყო ბოიკოტის მომხრე. და ძალიან ჩვენ ვიყავით იმაში რა ქვია მაშინ რა ქვია თავის ბლოკი თავისუფლება იყო ჟვანიასთან ერთად ჩვენ გავედით არჩევნებში პირდაპირ წავაგეთ ჩვენ აბსოლუტურად მოიგო ზვიადმა თითქმის 30% ამორჩევს არდაესრო არჩევნებს იმიტომ რომ ქვია მოხრეები იყვნენ კონგრესი ერქვა ჭანტურას მოხრეები ზვიადმა კანონმდებლობაზე არ შეაცვლებინა ზვიადი შეიჭრა პარტიულ ხო შეცვალა კანონმდებლობა კომუნისტურმა პარტიამ მარტიდან ოქტომბრამდე მე რა ზვიადი შევიდა და რითი შეცვალეს ხო ჩვენ ლაპარაკობთ მოიცა ჩვენ ლაპარაკობთ ბოიკოტზე ხო კანონმდებლობა რო შეცვალონ და პატიმრები არ ვლაპარაკებ მაშინ მიდე თქვენ ამ მოწვევლებას არ ვლაპარაკებ არა როგორ არა თქვენ ბატონებას ეშინია ჩემი ლაპარაკის არ ვიცი აბა მალაპარაკე რა მოხდა რა უკაცრავად ესე იგი ზვიადი შევიდა ბოიკოტის საწინააღმდეგოდ ბოიკოტი გამოცხადებული იყო დიდი პარტიების მიერ მათ შორის ჭანტურიას მიერ ნახეთ უნიკა გექნებათ ნანახეთ მართლა მშვენიერი ახალგაზრდა ხარ და პოლიტიკურად უკვე ჩამოყალიბებული ხარ უამრავი გამოსვლებია როგორ ამბობს ჭანტურია არავითარ შემთხვევაში ვინ შევა პარლამენტში ყველა მოღალატე
ღალატია. შენ რა გონია, ბუდეში თქვენ რა გონიათ, რომ ისა ქვია, ამორჩეველი უსმენს ქვია ჭანტურიას და თუ კითხულობს ზვიადმა რა შეაცვლებინა კომუნისტებს. არა, ის უსმენს ჭანტურიას და ის უსმენს ზვიად გამსახურდიას და ზვიად გამსახურდიამ დააჯერა წინა ღამე წერეთელი გამოვიდა იმას ტელევიზიით. ბოლო გამოსვლა მისი იყო და ხალხო არაფერს თქვაში არ მიხვდა არჩევნებზეო. ზვიადი მივიდა და დაახურა თავზე კომუნისტებს. ეს ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევა თქვენ სასარგებლოდ. სააკაშვილი შევიდა შევარნაძის არჩევნებში. შევარნაძის მაგრამ რევოლუცია დაჭირდა. ხო, მოიცა ჯერ შევიდა არჩევნებში და მე დაწინდა რევოლუცია. ჯერ შევიდა გაიმარჯვა საკრებულოში. მერე შევიდა არჩევნებში. დრამატული ცხოვრება არ იყო მაშინ და შევარნაძის ხელისუფლებას და ქართულ ოცნებაში. ცხოვრება არ იყო ციფრებში 23 წელსა და 24 წელს უკვე ციფრებში გასხოვება. დროიცება ყველაფერი იცნება. ეს უკაცრავად ეს არგუმენტი, აქვე ცხოვრება ცოტა არ იყოს მართლა პატრიოტიზმი შენ ოჯახს პატრიოტიზმი და მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ აი ეს არის ცოტა არ იყოს დემაგოგიური არგუმენტი, ცულებები. ცხოვრება ყოველთვის არის, ყოველთვისაა. პოლიტიკა კეთდება დღეს და აქ. მე თუ დღეს და აქ შანსი მაქვს რაღაც გავაკეთო, მე არ მაინტერესებს რა ხელა განსხვავება დღევანდელ დღესა და შარშან დღეშორის. კონტექსტი არ იცვლება, დავასრულებ. კონტექსტი არ იცვლება, იმიტომ რომ კონტექსტი იცვლება კონტექსტის დღევანდელი დღე. მხოლოდ დღევანდელი დღე. დღეს გვაქვს შანსი 3 ბიულეტენით რაღაც შედეგს მივაღწიოთ, წარმატებასაც კი არა. შედეგს მივაღწიოთ. ვიღაც ხალხი გავიყვანოთ იმაში, რა ქვია, საკრებულებში. ვიღაც და რასავარია 4 ქალაქში, მინიმუმ 4 ქალაქში. მეორე ტურები შექმნა. მეორე ტურები შექმნა და დავასრულებ და ჩვენ სამ მე რა 20 წელს არ მახსოვს 20 წელს მე ამას ვამბობდი და წაეთრიეთ ყველა და მიიღეთ თეთრი მონაწილეობა არჩევნებში და არა 12 წელს არსებობს ჩანაწერები როცა გამოდივარ და არსებობს ოპოზიციაში პარტიები არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქვია სააკაშვილის არჩევნებში და ალბათ ახლა დაალაგდით მეთქი და წაეთრიეთ უნივერსიტეტში მოგამოსვლა და ჩაწერილია და დღემდე დაწერილი ხოლმე YouTube-ზე ხა წაეთრიეთ ყველა არჩევნებზე მოეზადეთ მართლა დავამარცხეთ მაშინ ქვია ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ ყველა მივედი არჩევნებზე ნახეთ 2012 წელს ახლა ამას მოკლედ და ამაზე აღარ ვიკამათოთ 2012 წელს პირობითად ახლა ნაციონალურ მოძრაობაზე გინდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მასტქერი და ასე შემდეგ ზემოქმედების ბერკეტი დასავლეთსაც ჰქონდა რომ საარჩევნო გარემოში მინიმალური ცვლილებების შესულიყო მან და აქ ახლა სხვაობა რა არის ნახეთ თქვენ უგულებელყოფთ რომ ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი არჩევნების იდეისთვის ანუ თქვენი საუბარი აპრიორი არის ის რომ მათ შორის ამ ბრძოლის მიზანი არ უნდა იყოს რომ პირობითად 2 თვეში ან 3 თვეში ისეთი კრიზისი შექმნა მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ბოლომდე ესე თავისუფალი საკუთარ არჩევანში იმიტომ რომ მას უწევს მისი უახლოესი გარემოცვის ჩამოწერა რომელთაც ჰოისაოცრება ვაერთიანებთ სანქციების პოლიტიკა და ეს სანქციების პოლიტიკა არის სანქციების პოლიტიკა ნუ კი ბატონო შეგეცადეთ სანქციების პოლიტიკა ვერ იქნებოდა საერთოდ არ ჩამოყალიბდებოდა და საქართველოს თავზე დასავლეთის თვალშიც არ იქნებოდა წითელი ანთებული როგორც კრიზისში მყოფი პოლიტიკურ კრიზისში მყოფი სახელმწიფო მე მგონია რომ აი ესე ბიძინა ამ წუთას ხო ყველა პირობა ბიძინა ივანიშვილის არის ანუ კაც არ აქვს არავითარი სურვილი რომ დათმობაზე წამოვიდეს თუ ჩვენ არ მართავთ დღის წესრიგს თქვენ არ მართავთ დღის წესრიგს ნახეთ და დღის წესრიგი შესაძლებელია მხოლოდ ჩამოყალიბდეს საერთო პოზიციის დროს არ ყალიბდება საერთო პოზიცია ლებო არა მე მგონია რომ ლელოს მოუწევს საზოგადოების რეაქციის გათვალისწინება იმიტომ რომ მართლა ტრაგიკომიკულ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ რომ ციხიდან მოუწიოთ შემდგომი განცხადებების გაკეთება იმიტომ რომ არსებითი სხვაობა 2008 წლის ომში საქართველოს გამტყვე თეატრულკიანის კომისია რასაც აკეთებს და პროპაგანდისტული მიზნებით ამის გამოყენება 2008 წლის ომის კომისიაში გამოყენება 78 მუხლის დარღვევა 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეუქმნა აი უფლისნებით არ მოკვდა რუსთაველის გამზირზე არავინ ამ დარბევების დროს ამასთანავე პოლიტპატიმრები არიან ციხეში ეს ძალიან დიდი მორალური დილემაა და მით უმეტეს მათი უმრავლესობა არის ამ ჭკუაზე რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ და ისინი ციხეში არ მსხდარან იმისთვის რომ მე მგონია რომ იქით მხარეს აქვს ეგ პრობლემა რა აი ვინც თქვენ პოზიციას წარმოადგენს პოლიტიკურად იმიტომ რომ მათ ნაკლებად გამოსჭვივით რომ ეს არის რაღაცა საერთო ბრძოლის ნაწილი თუნდაც ჩვენგან განსხვავებით უფრო მგონია რომ ისიც პარტიული ბრძოლის
უძველეს ნაწილია, რომ ვინ გავა მეორე ადგილზე, ვის ეყოლება საკრებულოს დეპუტატები, ვის ნაკლები ფინანსური ზეწოლა დააწვება საკუთარ პარტიულ ბიუჯეტზე და რისი ანგარიშწორება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტით, ვინ მოახერხებს, რომ აი ამ კრიზისით, რომელიც ოპოზიციაში არსებობს და სხვა პარტიების ოპოზიციური ლიდერების ხედან ამით ისარგებლებს, აი ეს მგონია ძალიან არაკეთილ სინდისიერი მათი მხრიდან ცალსახად. შეფასება უკვე, შეფასება კი მოსულა, მაგრამ არაფერი არ აღსანიშნავს. ჩვენ დასავლეთშიც რო ჩავდივართ და ახლა ბოლო ვიზიტები რაც იყო ძალიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის მესმის რომ ახლა საქართველოს იქ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ ამ წუთას მინიმუმ ის მაინც არის რომ ქვეყანაში არის კრიზისი, ოღონდ იქ მსჯელობა მიდის როგორ შეიძლება ამ კრიზისის გადაწყვეტა. ჩვენ მიგვაჩნია რომ თუ კი წამყვანი 4 პოლიტიკური ორგანიზაცია პლუს სალომე ზურაბიშვილი გააკეთებენ საერთო განაცხადს იმ აი მინიმუმ 900.000 მამამჩემოსაც დაუჭირა მხარი რომ ეს არჩევნები მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციით გარანტირებული იყო და ამ დროს უნდა ჩანიშნონ არ არის არჩევნები და ვითხოვთ აი ჩვენი პრობლემა რა არის რომ აი რა მიგვაჩნია სამართლიან არჩევნებად მეტნაკლებად ახლა ვიცით რომ ივანიშვილი ამ დათმობებზე არ წავა მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს რომ ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილის გეგმა არ შევასრულოთ რომ ნაწილი შევიდეს ოპოზიციის რომელიც კამპანიასაც კი ვერ ჩაატარებს რომ გამარჯვების შანსი აქვს ვერ იტყვის ჩვენი ორი ოპოზიციური ძალის გარეშე 5-იანის და 4-იანის გარეშე კამპანიას ვერ ჩაატარებს ვერავინ რომ მოვიგებთ აი ვინ იმუქრები თუ რატო ვერ ჩაატარებ არა რატო ვიმუქრები არა კი არ გეკამათები ანუ როგორ რატო ვერ ჩაატარებენ კამპანიას ჩაატარებენ მაგრამ უნდა იყარონ კენჭი რომელი იქნება ბიძინას უფრო მაგარი ოპოზიცია არ არის ეს ახლა უტრირებას აკეთებ რომ არ ჩანს ახლა მამუკა ხაზარა მაშინ დააყენოს თავის კანდიდატურა ბატონმა მამუკა ხაზარა რატომ დააყენოს რატო კარნახობთ რატო უნდა მათ კარგად იციან რა უნდა გააკეთოს ეს ნიშნავს რომ მე მგონია რომ არ იციან არა ესე იგი მეგობრებო ნახეთ აი ეს უნდა დავამატო რა ლელოსთან სხვებზე ლაპარაკობ სულ და არა იმიტომ რომ სხვებმა არის ეს თამაში მე მგონია რომ სულ მოძრაობა მარია მაგრამ მაგაზია ლევან ჯობია ვილაპარაკოთ თქვენ საერთოდ ეს უნდა დავამატო ლელო 26 მაისს ეს აუცილებლად უნდა იმიტომ რომ ვერ დავიცავ ლელოს არა ვარ ელოსები მე წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ერთი წინადადება 26 კი მოკლედ ვიტყვი 26 მაისს ლელოს პოზიცია იყო რომ ან თვითმმართველობის არჩევნებში გადიოდნენ მხოლოდ საპარლამენტოსთან ერთად ან ჯერ საპარლამენტო მე თვითმმართველობა ამიტომ პოზიცია ჯერ მათ შეცვალეს გულახდილავ თქვათ მაგრამ აქვე მნიშვნელოვანი რაც არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარტიამ 3 სხვადასხვა გეგმა გამოაქვეყნა არჩევნებში როგორ გადის. მომაყოლე რა მე მარტო რომ იქ სააკაშოზე რაღაცები რა. მომაყოლე რა. მაგრამ ჩვენ არ არის რა. პოლიტიკოსი ოპორტუნისტია, პოლიტიკოსი ამას აკეთებენ რა. სააკაშოზე ასეთები სააკაშოსაც გაუკეთებია ძალიან ახლო გაგიგია რომ ახლო მეგობრები ვიყავით ოდესღაც. ანუ ესე პოლიტიკოსებში მოსულა ეს რა. ამბობენ ერთს და თავარია გაარტყან და თავარია მოიგო. გადავიდეთ ეს მოსაკითხია. ყველანაირ დროს გადავაცლეთ. მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. 10 წუთი გვაქვს წინ და ორი კითხვა მხოლოდ. ამიტომ მგონია რომ მაინც გვექნება შესაძლებლობა. მე კონკრეტულ ადამიანს დაუსვამ, მაგრამ შეგეძლებათ გამოხმაურება, უბრალოდ რა თქმა უნდა, დომინაცია უფრო იქნება იმ ადამიანის, ვის მიმართაც არის ეს კითხვა. ეს მოდით ან ჩავხტოთ დრო უკვე. რადგან საბოლოოდ ეს თემა დარჩა ჩვენ გადაცემის დღის წესრიგში მე მაინტერესებს ესეთი რაღაც პირველ რიგში ბატონ პატასთან შეიძლება ზუსტი რიცხვი არ გახსოვდეთ მაგრამ მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ხმით უფრო ნაკლები აიღო თბილისში ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 24 წელს მნიშვნელოვნად ნაკლები აიღო სადღაც 56%-მდე აიღო იმან რა ქვია ოპოზიცია და სადღაც 40% ფრაგმენტში იყო ქართული ოცნება. სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ თბილისში 41,000 ხმით მეტი აიღო. არა, მე პროცენტები გითხარით და რა რაოდენობა. მაგრამ რაოდენობა ქართულმა ოცნებამ თბილისში 4 წლის შუალედის შემდეგ აიღო უფრო მეტი, რაც მე მგონი ყველანაირ ლოგიკას ცდება, იმიტომ რომ იმდენი კანონის შემდეგ, რუსული კანონის შემდეგ, რა დროსაც ბევრმა ადამიანმა უარყო ქართული ოცნება, ბევრი მომრჩეველი დაკარგა, სრულიად წარმოუდგენელია, რომ 4 წლის შემდეგ 41,000 ხმით უფრო მეტის აღება შეეძლებოდა ქართულ ოცნებას. მე ვიცი რომ 24 წელს ქვია ქართულ ოცნებამ ნაკლები აიღო ვიდრე გაერთიანება მეტი აიღო 41,500 რაღაცა. შესამოწმებელია. ეს კითხვა შესამოწმებელია, ციფრები არსებობს არა ხო? კი გვაქვს ეს ციფრები, მე აქ მოხდა გაგაჩვენებ, თუ გექნებათ შესაძლოა უბრალოდ თავიდან უფრო ნაკლები ოლქიკონ შეგვიძლია. კი ბატონო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აიღო 41 ხმით უფრო მეტი თბილისში. ეს კითხვა არის შესავალი იმ კითხვის, რომ იმ შემთხვევაში, როცა თბილისშიც კი გააყალბეს არჩევნები, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ამდენი 10,000 ხმით მეტი აიღოთ. უბრალოდ მე მგონია რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ
მთელი საქართველოს ხმები უფრო მნიშვნელოვანი იყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვება და უშუალოდ თბილისში არ ჩააჭირეს, ასე ვთქვათ, ძალიან გააყალბეს მარნეულში, სადაც ძალიან ცოტა დაჭირდათ გასაყალბებლად და თბილისში მხოლოდ იმ დონეზე გააყალბეს, რამდენიც დაჭირდათ. მე მაინტერესებს ამ მონაცემების გათვალისწინებით და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რა შეუშლის ქართულ ოცნებას ხელს მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა მართლა ყველას ებრძვიან, ვინც კი ცდილობს, რომ რამენერად ან ეუთოოდირს დამკვირვებლები აღარ ეყოლება ბრიტანეთი, ვეღარ დააფინანსებს მაგათი დამკვირვებლების თუნდაც ანაზღაურებას ასე შემდეგ, რა დაუშლის ქართულ ოცნებას იმას, რომ დაუთმოს თუნდაც თბილისი ოპოზიციურ პარტიებს და თუნდაც სალომე ზურაბიშვილი გახდეს გამოცხადებული კი არ შეუშლის. არა, დაუშვათ რომ არ არის გამოცხადებული ბოიკოტი და იღებენ მონაწილეობას. ბოიკოტი გამოცხადებულიო. ჩავთვალოთ რომ არ არის. როგორ ჩავთვალოთ აგებ წარმოადგენენ თქვენ მაგათად მოხვედით გადაცემაში და შეძლებთ ყველას გადაეცნობა და ყველა ცოტა მიუხედავად იმისა პოლიტიკაში როგორც მე პოლიტიკაში არა ვარ ფორმა გამო მაინც ვარ პოლიტიკური ცხოველი ანუ მე არ დაშებაზე ვერ საუბრობ თუ ძალიან კონკრეტულია თქვენ სურვილი არის რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა და ამბობთ რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ თბილისში მერობის კანდიდატი დავსვათ. ამ შემთხვევაში როცა წინასწარ გვაქვს ესეთი კონტექსტი, ადამიანებს იჭერენ, მაგალითად გუშინ 5 ორგანიზაციას მოთხოვეს პირადი ინფორმაციის გაცემა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები მუშაობდნენ არჩევნების სადამკვირვებლო მისიებზე და პირადად ჩემი გამოცდილებით მე მაგალითად ერთ-ერთი აქტიური ადამიანი ვიყავი, რომელიც არა მხოლოდ ჩემ ეჭვი არ მეპარებოდა რომ არჩევნებზე მივიდოდი, არამედ ბევრი ადამიანი ზუსტად ვის რომ მხოლოდ იმიტომ მივიდა რომ მე მიმუშავი ამაზე ბევრი. ასეთი იყო უამრავი ადამიანი და ამ სიტუაციაში როგორ არის შესაძლებელი რომ თუ ისევ ჩვენ ვართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ვართ და სარწმუნოებლები, არა თუ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები, შესაბამისად დასწრება ხო უფრო დაბალი იქნება. ის 900.000 ხმა ხო ვეღარ იქნება რეალობისთვის. თუ არ მივედით არჩევნებზე, არ წავედით ბოიკოტი გამოცხადეთ, არაფერი არ იქნება. ან მე ვლაპარაკობ შემთხვევაში, ან არაფერი, ან ცუცა და უარეს შორის გვაქვს არჩევანი. თუ არ მივდივართ, არაფერი არ იქნება. ქართულ ოცნება იმერებს პირწმინდა გაყალბებას კი ვერ დაუმტკიცებთ. გაყალბება არ იქნება. არ იქნება და რაც არ იქნება, ვერ დაუმტკიცა. იმიტომ რომ არავინ არ შეეწინამდება. კონკურენტი არ ეყოლება არ დაჭირდება, თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ გადიხართ და უკვე 900.000 კაციდან სულ ცოტა რამდენი ციფრი თქვენ გეცოდინებათ, ნახევარი 50.000 ხო? მორჩა. ისტორია. ხო. იმავე კვლევით ხაზარაძის PR კონსულტანტის ჩატარებული კვლევითაც ნახევარი არ მონაწილეობს. ანუ რა თქმა უნდა თქვენ ლევან ერთი წუთი დაგვრჩა ისედაც და მოდით რა კი თქვენ უკვე გახვედით, უკვე ფაქტია 200 არ არსებობს თქვენ არ მიიღოთ მონაწილეობას არჩევნებში. შესაბამისად უკვე თქვენი სცენარი მუშაობს და ჩვენ ადგილობრივ არჩევნების შემდეგ მივიღებთ შემდეგ სურათს. არის სრული იდილია, ქართულ ოცნებას ვაჩუქეთ არჩევნები, ის ორი პარტია აფსანიშნავს უკვე, იმიტომ რომ თავი ვერაფერს ვერ იგებენ. მეორე იმაშიც კი ვერ გაყავთ, რა ქვია, ტურში მათ მიერ შერჩეული ნეიტრალური კანდიდატები. იმასაც კი ვერ გაიყვანენ, იმიტომ რომ თქვენ არ მონაწილეობთ. და შესაბამისად, ქართულ ოცნებას ვაჩუქეთ არჩევნები, კვდება სიტუაცია პოლიტიკური საქართველოში მთლიანად, ქუჩის აქციები გაუმარჯვოს, გაგრძელდება, მაგრამ ღმერთმა კრავს გაგრძელდება ბოლომდე, მაგრამ თუ არ გაიზარდა 100.000-მდე ერთი კვირა მაინც დღე და ღამე დგომა, როგორც იყო იმაში, რა ქვია, ბალკანეთში, სერბეთში, როგორც უამრავ ქვეყნებში იყო, სადაც ბოიკოტები იმარჯვებენ, როცა მასობრივი გამოსვლებია. 100.000 კაცი ქუჩაში დღე და ღამე, პლუს ლიდერი, პიროვნება, პლუს ლიდერი პარტია, მასობრივი გამოსვლები და ბოიკოტი ან მუშაობს ან არა. მაგრამ ერთადერთი ბოიკოტი, სადაც ბოიკოტმა გაიმარჯვა, ეს არის ლიბანი, სადაც ჰეზბოლამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ იარაღით დაატერორა მთელი ლიბანის მოსახლეობა და გაიმარჯვა. ეხლა პეიჯერებით გაიმარჯვა ისრაელმა ჰეზბოლაზე. ჰეზბოლას გარდა ბოიკოტში არავის არ გაუმარჯვია ერთპიროვნულად. მასობრივი გამოსვლები არ იყო, ტერორი იყო. მოკლეს 2-3 კაცი მოკლეს. ანუ შესაბამისად ბოიკოტი ჩავარდება და 28 წლამდე ღმერთმა კრავს მივიღო ჩვენ არჩევნები უფრო ადრე, მაგრამ მორიგი გაჩერება დემოკრატიაში, უკვე რაღა დემოკრატია იქნება. გვექნება 28 წელს და 28 წელს თუ პარტიები არ შევიდნენ პარლამენტში და საკრებულოებში, იქნება სრული ზამთარი პოლიტიკური და მხოლოდ ესენი ძლიერები არიან ნამდვილად ორგანიზაციები და ხოდ ესენი დარჩებიან მიზიდულობის ძალად და შესაბამისად სხვაებს ყოველას მოუწევს ისევ და ისე როგორც თვითონ ამბობენ, იცეკვონ ნაციონალური მოძრაობის გარშემო. მან დარჩება ორი პარტია. გაკრეჭენ შუას, როგორც ივანიშვილი ამბობდა და დარჩება ორი ნაპირი. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. შუა იქნება გაკრეჭენ. ამაზე შეიძლება მეცოდავმატო. შენი კითხვისთვის აღარ დაგვრჩება დრო, ამიტომ მოდი
შესაძლებლად გვექნება ორ-ორი და შეგიძლიათ რომ იქაც გაერთიანოთ. ლევან, თქვენთან მექნება ესეთი კითხვა. გასაგებია რომ არჩევნებში არ იღებთ მონაწილეობას, არ აპირებთ ამ თამაშში შესვლას, მაგრამ მაინტერესებს ეს ბოიკოტი წინააღმდეგობა გრძელდება უკვე მე-6 თვე, არავის არ ეგონა რომ 6 თვე ადამიანები გარეთ გავიდოდნენ, არავის არ ეგონა რომ 6 თვე ასეთი კრიზისი იქნებოდა ქვეყანაში. მე მაინტერესებს ამ სიტუაციის გათვალისწინებით, თუ არ აპირებენ უბრალოდ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ჩავთვალოთ რომ არაფერი ახალი არ ხდება, ვითარება ჩვეულებრივად ვითარდება ისე როგორც აქამდე ხდებოდა. რა გეგმა გაქვთ მომავალში? რას აპირებთ? იმიტომ რომ როგორც ხედავთ ამ აქციებს მოაქვს სარგებლად ის რომ მაგალითად სანქცირდებიან კონკრეტული პირები, თუმცა ქვეყანას ჯერჯერობით საშველი არ უჩანს. მე მაინტერესებს თუ არ შევდივართ ამ თამაში, რა არის გეგმა და რა მოხდება ისეთი ახალი, რაც აქამდე არ მომხდარა. მე ესეთ რამეს ვიტყოდი რომ ამ ეგრეთ წოდებული ბოიკოტის მთავარი აზრი არის რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მე ეჭვი არ მეპარება რომ ბიძინა ივანიშვილი არასდროს საუკეთესო არჩევნებს არ ჩაგიტარებს მაგრამ მინიმუმ საპარლამენტო არჩევნები მივიღოთ პოლიტპატიმრების განთავისუფლების წნეხი გაიზარდოს და ოპოზიციასა და ამას მოდი პირდაპირ თქვა ოპოზიციასა და საპროტესტო ელექტორატ შორის არსებული ეს ხიდი რომელიც ჩატეხილია ჩემი აზრით ამით ბევრად უფრო განსაკუთრებით აი ბირთვული ნაწილი რაც არის საპროტესტო მასა და ოპოზიცია შორის მე მგონია რომ დღეს ყველაზე უფრო აქტიური ურთიერთობა არის იმ ნაწილს შორის რომელიც ბოიკოტის მომხრევართ ვიდრე იმ ნაწილს შორის რომელიც შედის ამიტომ ეს ოპოზიციისთვისაც შესაძლებლობაა რომ საზოგადოების აი ეს ნაწილი რომელიც ყველაზე აქტიურად ქუჩაში ებრძვის ქართულ ოცნებას თუ სასამართლო დარბაზში თუ სანქციებზე მუშაობს ოპოზიციასთან ბევრად უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ვიდრე ის პარტიები რომლებიც აცხადებენ რომ არჩევნებში აპირებენ შესვლას და იგივე საზოგადოების წევრებს ეუბნებიან რომ მათგან დაკომპლექტებული რაღაცა აი ამ ფრონტით უნდა დაუპირისპირდნენ ივანიშვილის ხელისუფლებას. მე ესე უყურებ, როგორც აღნიშნე, პირველი არის რომ ნაკლები ოპოზიციური ძალა უნდა იყოს მსხვილი დარეგისტრირებული არჩევნებამდე, იმიტომ რომ გონია რომ იმ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებსაც არ უშვებენ, ტელევიზიებს, ნახეთ, აქ რისკის ამბავია. მე ესე უყურებ, შეიძლება თქვენ უფრო პრაგმატულად უყურებთ ამ თვალსაზრისით. რისკის საკითხია. მე მგონია რომ ის ბიჭები, ვინც ციხეში შედან, ისინი რისკავენ, ტელევიზიები რისკავენ, არასამთავრობო ორგანიზაციები რისკავენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჯარიმდებიან რუსთაველის გამზირზე, რისკავენ, ის 500 კაცი, რომ აი სახის ძოლები რო დაურეწეს, გარისკეს და ოპოზიციურმა პარტიებმა ეხა ჩვენ რო უთხრათ, რომ იცით რა, ეს უნდა გადავაზამთ, რომ შეიძლება 4 ზამთარი, შეიძლება 3 ზამთარი, შეიძლება 2 ზამთარი. შეიძლება 2 ზამთარი უნდა აბრალებ. არა, შეიძლება 2 ზამთარი. ეს თქვენ გულახდილად ამბობთ ამ თვალსაზრისით უკეთილსინდისიერად ამბობთ. იქაც იგივეს ნიშნავს. მე ამას ვერ ვეტყვი ამ მომჩევას, მე მერჩენია რომ მორალურად ვიყო გამართული წელში, მათ შორის. მე პრაგმატულად მორალურად ვიყო, პრაგმატიზმიც მგონია, იმიტომ რომ მე რო ჩავდივარ და ბრიუსელში და ვაშინგტონში ვეუბნები რომ ქართული სახელმწიფო იქცევა და საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებებს აკეთებენ და მუქარამიდის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან რომ ვერალაგებენ და ჰოპ ვითომ აი მოწმენდილცაზე ნულოვანი დათმობით ოპოზიცია აკეთებს ეხლა მე ჩვენ რო შევიცვალოთ აი ამ პირობებში პოზიცია ივანიშვილი მიიღებს ისეთ ოპოზიციას რომელიც 2010 წელს იყო სადაც გაიყო ამომრჩეველი რომ აი ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო სცენარი იქნება იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავარწმუნებთ აი ეხლა რომ აი ასე უპარაგონოთ რომ გავაკეთო ეს განცხადება რომ ვიცვლით პოზიციას შევდივართ ყოველგვარი დათმობის გარეშე ეს იქნება რომ შენი ამომრჩეველიც არ მოვა შენ ჩაირეცხები ივანიშვილიც მიიღებს ეგრეთ წოდებულ იმას დაჩმორებულ ოპოზიციას როგორც თვითონ იყენებენ სამთავრობო მედიაზე იმიტომ რომ ის პარტიები რომლებიც გასვლას აპირებენ ამ არჩევნებში მათაც ხედავთ რა რიტორიკით ებრძვის ქართული ოცნება და ამ რიტორიკაში რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და ქართული ოცნების ამომრჩეველი ერთმანეთს ემთხვევა არის უკვე კატასტროფა და ხა საწყისი აი სტარტ ეტაპი რაც გვაქვს არის ის რომ ოპოზიციური ამომრჩეველის იმავე კვლევით როზნერის კვლევით და ბატონია კაჭკაჭიშვილის კვლევით ყოველი მეორე ფაქტობრივად ოპოზიციონერი ამბობს აპრიორი რომ ამ არჩევნებში არ უნდა მონაწილეობის მიღება ეს უკვე არის ურთულესი სამუშაო სულ რომ გასაწევი იყოს მაგრამ ჩვენ ამას უყურებთ შესაძლებლობების პანჯარა ჩვენთვის ესეთია რომ იქით ამ მხრიდან ბევრად უფრო მარტივად დავარწმუნებთ რომ არ მიიღონ მონაწილეობა მე მგონია რომ ლელოს ეს ქმედებებიც ამისკენ მიანიშნებს რომ ისინიც ამ პოზიციაზე გადმოვლენ და არავინ ნიშანს არ მოუგებს მათ რომ აი ჩვენ ველზე გადმოვიდნენ ყოველ შემთხვევაში მე ამას არასდროს არ გავაკეთებ მაგრამ მიმაჩნია რომ ბოიკოტით
ამ ბრძოლაში ოპოზიციური პარტიების კონტრიბუციის შეტანით, იმიტომ რომ ქართული ოცნება 4 სექტემბერს იქნება თუ 4 ნოემბერს ყველას ერთდროულად გაგვაუქმებ ჩემი ღმერთმენით და მე პარტიული იდენტობების შენების დრო ნაკლები იქნება და მით აქ ის დეტალი გამოგჭირა რომ ეს თან 2017 წლის წესებით ატარეს კიდე უფრო უარესი წესი არის კიდე უარესი კიდე ვაპრაში შეიტანეს თუ კიდე უფრო უარესია კიდე უფრო უარესია და ანუ მაინც არ შესვლა საჭირო დავასრულოთ მაინც არ შესვლა არის საჭირო ეს თანხდებით რომ ვერ შევთანხდებით კი რა თქმა უნდა ლევან თავიდანვე ჩანდეს პრობლემა არა თავარია რომ ლაპარაკობდა ამორჩეველი არის ვინ ჩამოყალიბებულია ან მიდის არჩევნებზე არ მიდის მაგრამ არის მესამე ნაწილი რომელიც ჯერჯერობით აი მათზე საჭირო მუშაობა ამიტომ აუცილებლად მივიდნენ და მათზე არ უნდა მივიდნენ ამ არჩევნებზე და ჩვენი კამპანია აი ის იმ კითხვაზე ამას დავამატებდი რომ რას გულისხმობთ როდესაც არ შედიხართ ამ არჩევნებში ჩვენ არავის არ ეგონოს რომ რაღაცა მხოლოდ ვებ პლატფორმებზე ან ოფისებში ვიქნებით ჩვენი კამპანია იქნება ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის ტოლფასი იმ ელემენტების გათვალისწინებითაც კი რომ თვითმმართველობის საჭიროებები რა იქნება უბრალოდ მე მგონია რომ ამ წუთას უფრო დავარწმუნებთ ამ მომრჩევლს რომ არ მისვლით უფრო გაუფუჭებს ბიზნეს საქმეს ვიდრე მივიდეს ვერ დავიცვა ჩემი პოლიტიკური სპექტრი იყოს კიდევ უფრო განადგურებული აი ამიტომ ჩვენი არჩევანი არის ცალსახად პირველი ოფციისკენ მიმართული საკმაოდ ცხარი დებატებია და მე თავისუფლებას მივცემ რომ 2 წუთის მაგივრად 3 წუთი გქონდეს შესაძლებლად თუ არ დაგჭირდებათ ამ 3 წუთის გამოყენება იმდენი გამოიყენეთ რამდენიც თქვენთვის იქნება საჭირო მაგრამ 3 წუთს მოგცემთ ორივე მხარეს მოდი რადგან თქვენ დაიწყეთ ბოლო პირველი დებატი ახლა დაიწყეთ თქვენ შეჯამების ეპიზოდი რაც დაგრჩათ სათქმელი სათქმელი დარჩა ის რომ ქართულ ოცნებას ძალიან მოსწონს რასაც აკეთებს ნაციონალური მოძრაობა იმით სპეციალურ დაპატიმრებს მათ ლიდერებს. რატომ? იმიტომ რომ დაპატიმრებული ადამიანი უფრო პოპულარულია. და რასაბობს დაპატიმრებული ადამიანი, რასაბობს მელია, ნაციონალურ მოძრაობა უკან, ნაციონალურ მოძრაობას ვინც ბოიკოტის წინააღმდეგ აქვია მომხრე არის. რასაბობს მელია, რასაბობს გვარამია, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. შესაბამისად, რაგი ადამიანი პატიმარია, მის მიერ სიმპათიები იზრდება. ამიტომ უფრო მეტი პატიმარი იქნება არჩევნებამდე, უფრო მეტი. ანუ თქვენ ხო ამბობთ, რომ საშინელად იქცევა ქართულ ოცნება და გვაპატიმრებს, კიდე მეტ და გვაპატიმრებს. რატომ? იმიტომ რომ იცის, რომ მუშაობს დაპატიმრება, მუშაობს და ხალხი არ წავა არჩევნებზე. მის ინტერესია რომ არ გავიდეს რა თქმა უნდა, მის ინტერესია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის, ანუ ვინც გადის, აქვია, მიდის ბოიკოტზე ეს არ არის ისინი არ მუშაობენ მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ბიზნეს უხდის ფულს რომ არ მივიდნენ მათ თავისი პრაგმატული მართლა და არა ემოციური და არა მორალური პრაგმატული გათვლებია კარგად იციან რომ დღეს შეუძლებელია ნაციონალური ქართულოსნების გამარჯვება მოდი მართლა ზამთარი გადავატაროთ უკვე ნაციონალური მოძრაობის კონტექსტიდან ფართო ვამბობ და ჩავძიროთ გავანადგუროთ თელი სპექტრი პოლიტიკური პარტიებისა ჩვენ დავრჩებით მარტო ეს უბედური ახლებიც კი ჩვენთან მოვლენ იმიტომ რომ ჩვენი განაყოფები არიან ფოკერიც კი ჩვენთან დაბრუნდება იმიტომ რომ ჩვენ გაწასულები არიან ჩვენ შევქმნით ბირთვს ჩვენ გადავრჩებით ამ ზამთარში ლელოები გახარები ყველაფერი ჩაიფარცხებიან და დავრჩებით ერთადერთი საყვარელი ოპოზიცია მათ არ აქვს არანაირი პრეტენზია შეცვალონ ქართული ოცნება მათი პრეტენზია ის დეგრადაცია რაც გაიცადა ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში 10%-ზე დავიდა კატასტროფული შედეგია მათთვის რომ აღადგინონ და ერთადერთი საყვარელი პარტია გახდეს ამიტომ ყველაფერი ეს გაგრძელდება პატიმრობებიც ყველაფერი რათა საზოგადოებას შეაძულონ არჩევნები ამიტომ მინდა მოუწოდო ლელოს მოუწოდო გახარიას მოუწოდო სალომე ზურაბიშვილსაც დღეს უნდა გამოვიდეს სალომე ზურაბიშვილი თქვას რომ დავიღალე ამდენ წუწობით ამ ოპოზიციას მე დღეს ვაყენებ ჩემს თავს თბილისის მერის კანდიდატად და ვისაც გჯერა ჩემი წამოდი ჩემთან უცემო ამოაყირავებენ სიტუაციას და უფსო დაიწყება ამას გამკეთებელი არავინ არაა ამიტომ ჩვენ როგორც ყოველთვის საქართველოში ვაკეთებთ არასწორ არჩევანს და ისევ მიცემთ რეგრეს ხმას ქართულ ოცნება გაიმარჯვოს პირწმინდა თავისუფლად პატიმრებს გამოუშვებენ არჩევნების შემდეგ ჯარიმებს გააუქმებენ ალბათ შეიძლება მიშა საკაშვილს გამოუშვან გამორჩეული არ ფეხოთ გააგდონ უკრაინაში და დააკვირდებიან სიტუაციას თუ ისევ დაიწყო ტალღა აქციებისა მაშინ ახალ ტალღას დაიწყებენ დაპატიმრებისას და ახალ ჯარიმებს მაგრამ ეხლა შეეცდებიან საზოგადოებას უთხრან ჩვენ გავიმარჯვეთ კომფორტში ვართ მე ეხლა ვეძებ ლეგიტიმაციას და დამანებით და თავი ყავ სახში დამწყდადით შვიდა ზამთარი მოდის და ზამთარში ნორმალურად იყავით თუ ხელახლა ქუჩაში გამოვიდა ხალხი მაშინ ქართული ოცნება დაიწყებს ახალ სანქციებს მაგრამ თუ არ მოხდა 28 წლამდე როგორ დაგიბარებიათ რა თუ ცოცხალი ვიქნები მოვალ თქვენთან ეთერში და 28 წლში კიდევ ვილაპარაკოთ ამაზე ყველა ჩემი ასეთი
სამწუხარო და საუბედუროდ კარგაღაცებში ვერ ვთვლი. ცუდაღაცებში ყოველს კარგად ვთვლი. იქნება ისე რომ არ მოვა ქართული ოცნება ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს ხოლმე იმ შემთხვევაში თუ დაჭირდება. და არა იმიტომ რომ თქვენ აიძულებთ. დაჭირდება მას ერთ-ერთ შემთხვევაში. საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რათა გააუქმოს, ამოიღოს ნატო და ევროკავშირი. ღმერთმა დაგვიფაროს ქართული ოცნების მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი საყრდენები რაიონებში. იმიტომ რომ კატასტროფა იქნება. ბოლო ფრაზა სიტყვა ისინი მოიგებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. დაიმოს ხოლმე ჩემი სიტყვა. დიდი მადლობა. ლევან თქვენთანაც გადმოვალ. პირველი რითაც დავიწყებდი არის რომ ეს ღრმა კონსპირაცია მგონია სპეციალურად დაპატიმრებასთან დაკავშირებით, გინდა ზამთრის გადატარებასთან დაკავშირებით. თუ კი ვინმე ელის ეგზეკუცია მე მგონია რომ ამ 13 წლის განმავლობაში დაგვირგვინება არის მოთხოვნილი რომ ნაციონალური მოძრაობის ეგზეკუცია მოხდეს მათ შორის 4 აგვისტოს როდესაც წინასწარი ეს დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს თეატრ ლუკიანმა და ძღვენათ უნდა მიართვას რუსეთს და ვლადიმერ პუტინს მე აღარ მგონია რომ ივანიშვილი თუნდაც იმ ფოკუსებს რასაც უკეთებდა ოპოზიციას 2016-18 წლებში ვიღაცის დაჭერა მერე გამოშვება ამ წუთას ბევრად უფრო კონსოლიდირებული არის და ორიენტირებული არის რომ დიქტატურა დაამყაროს და ვინც ზედმეტი იქნება შეიძლება გამოუშვას იმ მიზნით მხოლოდ და მხოლოდ რომ ქვეყნიდან გაერიდოს და დაშლილი ოპოზიციური პარტიები იყოს ამიტომ ოპოზიციური პარტია ეს არის ადამიანთა ერთობა ხო თანამოაზრეთა ერთობა ამ წუთას ჩვენი ელექტორატი იქნება თუ მთავარი საპროტესტო ელექტორატი არის რომელიც ქუჩაში უპირისპირდება სხვადასხვა ნაბიჯზე არის წამსვლელი ივანიშვილის ხელისუფლების იძულებასთან ყველაფერზე ხელისუფლების იძულებასთან დაკავშირებით ამ ელექტორატთან მირჩევნია რომ კონდეს 100-ჯერ უფრო ძლიერი ბმა იცოდეს რომ აქვს პრინციპული პოზიცია და არ ვღელა მხოლოდ ჩემი პარტიული სტრუქტურების ნომრების სახელმწოდების და ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ამისთვის საკრებულოს რაღაცა შენობის გამოყენებისთვის მირჩევნია რომ იყოს ეს პოზიცია ივანიშვილს არ მივცე საშუალება რომ დაიაროს ვაშინგტონში და ბრიუსელში კარდა თქვას რომ აი ეს ხალხი რომ ამბობდა რომ იქ ბელარუსი მყარდება ასე შემდეგ ყოველგვარი პირობის გარეშე შემოვარდნენ ამ არჩევნებში და ეხლა ლაპარაკობენ მუნიციპალურ პრობლემებზე და კრიზისი აღმოფხრილია და არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევალთ, ამ წუთას იმკვლევით 80-70% მაინც უნდა უჭერდეს ოპოზიციის ამომრჩევლის მხარს, რომ კიდე მეფიქრა, რომ მე ხوار ვწდები, მე ხوار მაქვს სტარი პოზიცია, მაგრამ ყოველი მეორე რო ყავს უკვე დასარწმუნებელი, ბევრად უფრო მარტივია იქით ამ მხარე დავარწმუნო, რომ არ შევიდეს და საერთო განწყობა ესეთი შეუქმნა, ამიტომ საერთაშორისო კრიზისის თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა ივანიშვილს და ყოველ დღე ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე კლერკი უგზავნიდეს, როდის და რომელმა სახელმწიფომ დაუსანქცირა მისი ქონება სხვადასხვა სახელმწიფოში და ამით მაინც მივიღო რაღაცა პოლიტიკური დივიდენდი, ვიდრე შემოუნება პროფესორ კომფორტი, იმიტომ რომ არ ეშინია ივანიშვილს რაღაც ეს იქცევა თქოსეშინია მას შედება კომფორტი ქვეყანაში საქართველოს არის სეიფი არის მას შეკვა საქართველოს სეიფი შექმნა და კარგად არის ამ სეიფში მაგრამ მით უმეტეს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები კი ბატონო ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე არსებულ პირობებში პოლიტპატიმრების ციხეში ახალი საპარლამენტო არჩევნების იდეას მოკლავს აქ გასვლა ჩემი აზრით იმიტომ რომ ეხლა რა ფორმაციითაც ვართ ეს მოკლავს იმიტომ რომ ჩვენი პოზიციის ცვლილება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვერანაირ საშუალებას ვერ მოგცემს ოპოზიციური ამომრჩევლის რაღაცა ბირთვის ორგანიზებისთვის. გასაგებია. ღმერთ მოგისმინოთ, მე მხოლოდ გამიხარდება თუ მართალი იქნები. მეც მინდა მართალია გაგიმართოთ არა შე თუ გონია რომ მე არ მინდა რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზით არ არის ესე მინდა რომ მიაღწიოთ წარმატებას მე ვერ ხედავ ამ გზას მთელი უბედურება ეს მე მე ეს დასკვნა გამოვიტანე გარდაშინ არსობრივი ნაწლისა რომ ორივე მხარეს გული შესტკივა ქვეყანაზე ორივე მხარეს გონია რომ ეს არის სწორი გზა მთავარია რომ საერთო მიზანი გამოძრავებდეს და გონია რომ რაღაცნაირად შევჯერდებით სწორ გზას და მოვახერხებთ ერთმანეთს მე მაქროსო მოვიდე და მოგილოცო აი გამიხარდება უბრალოდ მე მეგონა სხვაობა ეს არის რომ მე მეგონა რომ ამ გზაზე ჩვენ მანამდეც ვიყავით შეჯერებული შეიძლება ბატონ პაატასთან არა მაგრამ მინიმუმ ლელოსთან დაკავშირებით ამან გამოიწვია განსაკუთრებული იარები ახლა ოპოზიციაში ცხადად ვამბობ ამას იმიტომ რომ 26 მაისს როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ის პოზიცია გააჟღერა ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით რომ ლელო იზიარებდა ჩვენს არგუმენტაციას და ამ ორჭოფობის შემოტანა სხვათა შორის ესეც არის მე ბოლოს მინდა
უნდა მივმართვა გახარიას პარტიის მსგავსად, ეხლა ლელოსთვისაც ჩემი რჩევა არის როგორც ადამიანის, რომელიც ლელოს ბევრ წარმომადგენელთან მეგობრობს, თანამებრძოლად მიიჩნევს, რომ ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სწრაფად დავაფიქსიროთ პოზიციები, იმიტომ რომ განგრძობადად აი ერთმანეთისთვის ამტალახის სროლაც ესეც აღრმავებს დამატებით კონფლიქტს. თუ შედიან სიცხადე საჭირო აუცილებელია, გეთახვედი. უნდა თქვან, თუ არ შედიან, უნდა თქვან. გეთახვები. სიცხადე აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ორივე მხარეს. პირველ რიგში კიდევ იმიტომ რომ მოხვედით, პირველ გადაცემაში გვესტუმრეთ, ასეთი ცხარე დებატები გამართეთ. ეჭვი არ მეპარება რომ ბევრ ადამიანს დაეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში, ან თავის გადაწყვეტილების უფრო მეტად ისტორიაში რომ არიან ამაში დარწმუნებაში. ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ბევრი რამე გავიგე. მადლობას ვუხდი მაყურებელსაც რომ გვიყურა ამ დრომდე. ასევე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი და რომლის გარშეც ეს დებატი უბრალოდ არ შედგება და თუ მოგეწონათ დღევანდელი დებატი და ისურვებდით რომ მომავალ კვირაშიც სხვა აქტუალურ თემაზე გაიგოთ ინფორმაცია და ორი მხარის დაპირისპირების შესახებ მოისმინოთ არგუმენტები, აუცილებლად გვიყურეთ მის მინეზე YouTube პლატფორმაზე, დაგვაფოლოვეთ, დაგვალაიქეთ და გამოყევით Instagram-სა და Facebook-ზე, ასევე TikTok-ზეც. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.